ბიძინა შარზე ხარ. შარზე ხარ, ატაროვებული ხარ სამგლე გოჭივით. ვის დაუპირისპირდე? ამერიკელებს და ებრაელებს? იცი, მე ახლა ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია. ისრაელიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ირანში ეს ყობახიძე რო ყავდა გაშვებული თავისი ისა შესტიორკა. იმის მერე ხო დიდი ამბავი ატყდა და მე უნდათ ისრაელში ვიზიტის გაკეთება. გაგიშვეს ებრაელებმა ერთ ადგილზე ბიძინა და ყობახიძე. გაგიშვეს მიიღეთ არმაღანი ებრაელებისგან. ხო გინდოდა იქ შეტენება ისრაელში. ნახეთ რა შვებიან ებრაელები. აი სახელმწიფო ხალხო, აი თავმოყვარე ქვეყანა. კახეთზე არის ორჯერ უფრო დიდი ხალხო, მეტით კი არა. ორი კახეთის ხელა ტერიტორია და ნახევარი არის ნეგეფის უდაბნო და კიდევ 1/3 ამადლიან. რო თქვენი არ არისო. და ნახეთ რა შვება რა ოპერაცია ჩაატარეს ლიბანში ხალხო. იმიტომ რომ ებრაელები არჩევენ ავს და კარგს, შავს და თეთრს არჩევენ. ჩვენ რა დაგვემართა ხალხო? მტერის გამართლება დავიწყეთ, მოსისხლე მტერის გამართლება დავიწყეთ. თან გამართლება როგორ? ბოდიში უნდა მოვიხადოთ, უნდა წავიკუზოთ. ბიძინა, შენ თუ გაქვს სურვილი, წადი და წაიკუზე. მიდი იქა. და გაიყოლე ჯოგი, ტაშრო გიკრავს. მაგრამ არა საქართველოს სახელით. ახლა აი რეგიონს ჩვენზე სუსტი ქვეყანა დამისახელეთ ხალხო. რათ აქცია ამ ნაძირალამ რათ აქცია ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო რათ აქცია.